დიაწულუკიანმა ოპოზიციის როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციონერებს, რომლებიც ევროსაბჭოში სტუმრის სტატუსით იმყოფებიან, უპრეცედენტო მობილიზება აქვთ. დეპუტატის განცხადებით აქვს ვარაუდი, რომ ოპოზიციას არგუმენტების გატანა უჭირს. შეხვედრები მაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდო, რომ ოპოზიციას სადღაც უჭირს თავისი არგუმენტების გატანა, იმიტომ რომ მათ უჭირთ ახსნან რანაირად იყო ეს დემონსტრაციები მშვიდობიანი, თუ კი მაგალითად პოლიციელს აქვს მოტეხილობა, აქვს ფეხი გადახსნილი, დაკარგა სმენა, დასჭირდა მკურნალობა. რატომ არ არის მტკიცებულება თუნდაც ერთი იმის შესახებ, რომ პოლიციელმა დაიწყო ძალის გამოყენება და ასე შემდეგ, მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. ასევე კულუარებში ისმის, რომ ოპოზიციას უჭირს დაარწმუნოს აქაური დეპუტატები, რომ არჩევნები გაღალბდა, თუმცა არ იმჩნევენ ამას. დისკუსია გაგრძელდება ოთხშაბათსაც, რაც დასრულდება კენჭისყრით და იქ შევიტყობთ, ასრულდება თუ არა ექსტრემისტი ქართული ოპოზიციის ანტიქართული ოცნება და გარიცხული იქნება თუ არა ჩვენი დელეგაცია ასამბლეიდან. მე მოხარული ვარ ჩვენ სამომრჩეველს, ჩვენი საზოგადოების დიდ უმრავლესობას. ვუთხრა, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ, შეეცადონ ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩვენ ამას ვცდილობთ, იყონ მშვიდად, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში და ჩვენი აღელვება არ შეიძლება ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნებოდა.